გამარჯობა თქვენთან ნათინასარიძე. ახლა გახლავთ 16 მაისი და ჩვენ ჩავწერთ პრაქტიკულ თემას, პრაქტიკულ ვიდეო ინფორმაციას თემაზე, რომელ ბიზნესში იშოვება ყველაზე მეტი ფული. პრაქტიკული ეს ნიშნავს, რომ სურვილის და გადაწყვეტილების შემთხვევაში შენ შეგიძლია რომ ამ ინფორმაციით შენ მიიღო სარგებელი მატერიალური რა თქმა უნდა ფინანსური. მოდი დავიწყოთ საერთოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ბიზნესი გახლავთ მალთავებადი პროდუქტები, იქნება ეს ხორბალი, იქნება ეს ხორცის პროდუქტები თუ ასე შემდეგ, მაგრამ აქ ერთი დეტალია მეგობრებო, ყველაზე დიდი ბიზნესი ეს გახლავთ ის პროდუქტი, რომელიც წარმოებაც არ შეუძლია სხვა ადამიანებს, ანუ ჩვეულებრივ მომხმარებლებს, მაგალითად მობილური ტელეფონის წარმოება არ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანებს, ხო? აქედან გამომდინარე, რაზეც შენ გექნება ექსკლუზივი, რომელ პროდუქტზეც, აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ბიზნესი არის მოთხოვნადი. ასევე რაც შეეხება კვების პროდუქტებს, რომ კი მალთავებადია და მოთხოვნადია, აქ ძალიან დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ თუ შენ მაგალითად აწარმოებ ხორცის პროდუქტებს, ეს უამრავი ვეგეტარიანული ადამიანი და ეს არ ნიშნავს, რომ 7 მილიარდი ადამიანს დაინტერესებს შენი პროდუქციით, ხო? მოდი ესე ვთქვათ, ვის ჭირდება დღეს რომელი პროდუქცია არის ყველაზე მოთხოვნადი. დღეს 9 ადამიანიდან სადღაც 10 ადამიანიდან სადღაც 9 ადამიანს გააჩნია თავის მობილური ტელეფონი, ანუ ჭირდება მას კომუნიკაცია. ეს არის ფაქტი, ხო? მაშინ როცა ვთქვათ იგივე მანქანების ბიზნესშიც, რა თქმა უნდა, დიდი ბიზნესია. მანქანების ბიზნესში, მაგალითად 10-დან სადღაც 6 კაცს ყავს მსოფლიო მასშტაბით, ხო, მანქანა, იგივე ნავთობის ბიზნესი, ამბობენ რომ დიდი ბიზნესია, ანუ შესაბამისად ნავთობის ბიზნესშიც, ხო, ის პროდუქტები, რასაც ჩვენ ნავთობიდან ვღებულობთ, შესაბამისად, აი ყველაზე დიდი ბიზნესი მოკლედ არის კომუნიკაციის ბიზნესი. სწორედ ამიტომ სწორედაც ამაზე მეტყველებს Forbes-ის კომპანია, ორგანიზაცია Forbes-ის ყოველწლიური მონაცემები, რომ დიახ, სწორედ ის კომპანიები არიან მილიარდელები, რომლებიც აწარმოებენ კომუნიკაციის საჭირო პროდუქტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ Apple გახლავთ 2013 წელს პირველ და 2014-წელს კიდევ პირველი კომპანია. საინტერესო ციტით რა არის, ჩვენ ტრენინგს რაღაც 7 წუთს გასტანს, რომ იცოდეთ. საინტერესო არის ის, რომ ის არის სულ რაღაც 39 წლის და 39 წლის განმავლობაში მან შეძლო, რომ მისი საბაზრო ღირებულება ნიშნავს, რომ მან გაყიდოს თავისი კომპანია, გაიყიდება 478 მილიარდ 661 მილიონ 100.000 დოლარად, რა თქმა უნდა. ნუ აქ არის ბრუნვა მისი და აქ არის უთამობება. ეს რას ნიშნავს მეგობრებო, რომ სწორედ კომუნიკაციის ბიზნესში, ანუ მეორე ენაზე ამას ქვია IT ბიზნესი, იმიტომ IT ბიზნესი ჩვენთვის უბრალო ადამიანებისთვის გასაგებნად ნიშნავს ბიზნესს, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანებს კომუნიკაციით, იქნება ეს ტექნიკა, ტექნოლოგიები, იქნება სოციალური ქსელები, იგივე Facebook-ი და ასე შემდეგ, ხო? შორის ზაფხულში გამოდის ახალი Facebook-ი, ამაზე უნდა მოგვიანებით, რომელიც 20 ფუნქციით გაუმჯობესებული იქნება. ეს არის ახლა დღევანდელი თემა. და სულ რაღაც 39 წლის მანძილზე მან შეძლო, რომ მისი შემოსავალი, მისი საბაზრო ღირებულება ყოფილიყო თითქმის 9 ტრილიარდი. მოდით ახლა გადავხედოთ სხვა ბიზნესებში რა ხდება, ხო, იგივე Microsoft იყო მეშვიდეზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე კომუნიკაციის პროდუქტებით ინტერესდებიან უფრო და უფრო მეტი ადამიანები და ამიტომ 2015-ში ის გადავიდა მესამე ადგილზე, იგივე Google მე-15-დან ნახეთ რა მხოლო ნახტომია, ხო? ამიტომ ბიზნესმენებო, როცა თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ბიზნესი აკეთოთ, ძალიან კარგად დააკვირდით აქ ციფრებს, იმიტომ რომ თუნდაც არ ვიღოთ Nestle, ხო? ძალიან ცნობილი კომპანია გახლავთ ის. 100 წლით უფრო ადრე შეიქმნა ვიდრე IT კომპანიები, მაგრამ
მისი საბაზრობლებულება 200 ბევრად ნაკლებია, ხო, 200 მილიარდით ჩამორჩება IT კომპანიების. ასევე თუნდაც რომ არ ვიღოთ Samsung-ი, ხომ, იგივე IBM-ი, ესენი ყველანი ბევრად ადრე შეიქმნან, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი თქვათ Apple ან Google ან Microsoft-ი, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ აი იგივე Coca-Cola იცით ხო თქვენ რამ ხოლმე ბიზნესი გააჩნია, მოდით ესე ვთქვათ რომ აი აქ იგივე ბანკებია გახლავთ აქ თქვენ ხო Coca-Cola-ს 100 წელზე მეტი აქ უკვე შესრულებული ხო? აი მე ხა თქვენ იგივე Amazon.com-ი აი გახლავთ სულ რაღაც აი 1994 წელს არის შექმნილი ხო Amazon.com-ი და მისი საბაზრობლებულება ნუ თქვათ 154 მილიარდს შეადგენს, როცა ამაზე ბევრად გვიან შეიქმნა ჩვენთვის უკვე ნაცნობი IT კომპანიები თუ რატო ველაპარაკობთ IT კომპანიებზე ოდნავ მოგვიანებით აი იგივე ჩვენი Intel-ი თუ რატო ჩვენი Intel-ი უფრო სწორედ რატო ამას მე მოგვიანებით ჩვენთვის ნაცნობი Facebook-ი რომელსაც თავისი ბიზნესი დაიწყო ორი სტუდენტი და ახლა მას უკვე ყავს 500 მილიონი ადამიანი მოხმარებელი, ვიზა კლასიკი, ანუ მეგობრებო, როცა თქვენ ამბობთ, რომ მე არ შემიძლია ბიზნესი, ახლა მე უკვე საუბარი მაქვს ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია ბიზნესი. როცა შენ ამბობ, რომ შენ არ შეგიძლია ბიზნესი, მეგობარო, შენ შეგიძლია, იმიტომ რომ ბიზნესი ეს უბრალოდ ნიშნავს ინფორმაციის გაცემას, იგივე L'Oréal Paris-ის პარფიუმერული კომპანია American Express-ი. სინამდვილეში ბიზნესი ნიშნავს ინფორმაციის გაცემა და როცა თქვა შენ გაქვს American Express-ის კარტა და მოგწონს სიამოვნებით ეუბნები შენს მეგობარს, ეს უკვე არის ბიზნესი, უბრალოდ აი ამ კომპანიის კეთილინება შენ გადაგიხდის, ფულს თუ არ გადაგიხდის, ანუ სარეკომენდაციო ბიზნესი სწორედ აი ამას ნიშნავს, რომ როცა შენ იგივე Mastercard-ი ყველას გვაქვს დავიცნობთ, ხო? იგივე BMW, ხო? ბიზნესს ქმნის ჩვენ კლიენტები. სწორედ ამიტომ როცა კლიენტი ჩვეულებრივ უბრალოდ გლეხი ადამიანის კემოს რომ ბიზნესი არ შემიძლია სწორედ შენ შეგიძლია ბიზნესი, იმიტომ რომ სწორედ შენ ველაპარაკობ ყველაზე მეტ სამ პროდუქტებზე, რომ არსებობს. აი ჩვენ ბავშვობაში გადიოდა კიდე ასეთი ფილმები, ხო? 35 წელს არის შექმნილი 1935 წელს მისი საბაზრობლებულება 71 მილიარდია, ხო? აი ნახეთ რამდენჯერ ბევრად დიდი ხნის არის, მაგრამ IT კომპანიები ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ამას. ამიტომ ბიზნესმენებო იგივე Ford-ი აი მაგალითად ხო სანამ დაფიქრდებით თუ რა ბიზნესს მოკიდეთ ხელი ეს გადახედეთ Google-ში აკრიფეთ Forbes-ის მონაცემები თუ აი Lukoil-ი ხო Excel-ი ხო ნავთობის ჩვენთვის ნაცნობი ხო და თუ რომელი ბიზნესია ნომერ პირველი Canon-ი აგერ ჩვენთვის ნაცნობი ლოგი რომელიც ჩვენ ტრენდი უკვე დასასრულს მივაახლოვდა, ანუ ჩვენ გავიგეთ, რომ ნომერ პირველი ბიზნესი გახლავთ IT ბიზნესი. აი, იგივე ტელესონერას ჯგუფი, ხო, ჯილსადით, ესეც საერთაშორისო ბიზნესია. და ჩვენ ჩავაგიხანებთ Twitter-იც იყო ზემოთ, ხო? ნუ სრულ შემთხვევაში შემიძლია გადმოგცეთ ეს ფაილები საერთაშორისო არ არის პრობლემა, ეს ჩემ ხელს გავაკეთე ეს ნიუროტრანსფერტაცია ყოფილი იყო. ყველაზე ბრწყალებში ღარიბი კომპანია, რიგით მე-500 გახლავთ მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიარდი, მისი მოგება გახლავთ 858 მილიონი. ამით მე ისე თქმა მინდოდა. ამით მე თქმა მინდოდა, რომ დღეს ნომერ პირველი ბიზნესი გახლავთ IT ბიზნესი, ხოლო თუ ხოლო თუ თქვენ ჩვეულებრივ ადამიანს როგორ შეგეძლიათ გახდეთ სხვადასხვა აი აქ მე რაღაცას მინდა ახაზი გავუსვა შეგიძლიათ აქ გავცეთ უბრალოდ პასუხი ასეთ კითხვას როგორ გახდეთ ტრილიარდელები ჩემი მეთოდი პრაქტიკული თერმინი ინფორმაცია იქნება შემდეგ ვიდეოებში როგორ გახდეთ ტრილიარდელები არამედ მილიარდელები არამედ ტრილიარდელები იქნება ოდნავ მოგვიანებით იმიტომ რომ თუ კი კომპანია Apple-მა სულ რაღაც 29 წლის განმავლობაში შეძლო თითქმის 9 ტრილიარდის გაკეთება. აი კომპანია Apple ან Microsoft ან Google-ს რომ გაეკეთებინა რეკომენდაციებით ეს ბიზნესი,
სულ თავისუფლად იქნებოდა მისი კაპიტალი რაღაც 4 ტრილიარდი, არამედ რამდენიმე ტრილიარდი. რა თქმა უნდა, მე ამ IT კომპანიებზე და სარეკომენდაციო ბიზნესზე სწორედ იმიტომ ვესაუბრებით, რომ თქვენთვის მაგ ძალიან კარგი სიახლე, რომ დღეს მსოფლიოში კომპანიებმა ამ მომენტში არ დავასახელებ, რომელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს შექმნათ ახალი IT კომპანია, რომელიც ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ რეკომენდაციებში შექმნას შემოსავალი, რა თქმა უნდა, მე თქვენ დადიანგარიშებთ დროსაც, დადიანგარიშებთ წელიწადსაც, რა თქმა უნდა, უკვე მარკეტინგებთან ერთად შეთანხმებით, თუ რამე წელიწადში შეგიძლიათ გახდეთ ტრილიარდელები, აქ შეიძლება ვიღაცებმა თქვან, რომ ეს გოგო რა ციფრებზე გველაპარაკება, ჩვენ ეს არასდროს ხსმენია, მაგრამ მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ნებისმიერი რამ, რაც კი ოდესმე ყოფილა, ოდესღაც იყო ოცნება და ნებისმიერი საოცრება ადამიანების მიერ არის შექმნილი, ამიტომ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, თქვენთან ათენა საერზე და გახსოვდეთ, რომ თუ შენ ცდები ქსელური მარკეტინგის პრინციპებს, თუ შენ ცდები ინფორმაციული ბიზნესის პრინციპებს და თუ შენ ცდები IT კომპანიის ბიზნესის შესაძლებლობებს, შენ თავისუფლად დაინახავ, რომ შენ ნამდვილად შეგიძლია გახდეთ ტრილიარდელი. ახლა მე ამ ვიდეოს ავწერთ თქვენთვის YouTube-ზე, ეს იქნება ნომერ მე-5 ვიდეო. მე გადაწყვეტე, რომ ნებისმიერ ჩემი ვიდეო იყოს განმავლელი, რომ თქვენ დაინახოთ როგორ ვიზრდები, როგორ ვითარდები, იმიტომ რომ არჩევადით ჩემ დღეში, მე რო წარმატებულ ადამიანებს ვხედავდი, ესეთი რაღაცა მემართებოდა, რომ ის ესეთი დაიბადა, ის ესეთი იყო, ეს მან შეძლო, ეს მან გააკეთა და მე როცა სხვადასხვა მშვენიერი მაგალითია ეს ქსელური მარკეტინგის, თუ რატო ამას რა თქმა უნდა ტრენინგებში აღნიშნა, მე მგონა რომ ისინი ასეთი ძლიერები დაიბადნენ და იყვნენ და ამიტომ მე ჩემი ტრენინგებით დავანამრა, რომ თქვენ იცოდეთ როგორი ვიყავი და როგორ გავიზარდე, რომ მე თქვენს არ გაგიჩნდეთ ბარიერი, რომ მე ამას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ ჩემი მიზანია, რომ თქვენ თავისუფლად ეს გახადთ სწორედ ქსელური მარკეტინგი, იმიტომ რომ ობა მიიღო ესეთი ჭკვიანი გადაწყვეტილება, რომ იცით რომ თქვენ ქსელური ბიზნესი სულ რაღაც 60 წელი არსებობს, მაგრამ მანამდე ობიურმა გამოიგონეს ქსელური ბიზნესი, ანუ ბიზნესი ქართულად საქმეს ნიშნავს, ანუ ქსელური საქმე. მან გადაწყვეტა, რომ რაღა მე თვითონ ვიწვალო, მოდი შევქმნი ქსელს, ანუ ავაშენებ ქსელს და შესაბამისად მექნება უზრუნველი ცხოვრება. ამიტომ არის ქსელური მარკეტინგი, რომ ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას, ანუ რაც უფრო მეტ ქსელს გააკეთებ, ეს გახადთ ხეებზე გაკეთებული ქსელები, ობობების, მეტი სარგებლოს მიიღებს ის ადამიანი, ხო? ამიტომ ეს თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ხოლმე ქსელი შემოგაგინეთ და ერთი მთავარი რაც მე თქვენ უნდა გითხრათ, რომ ქსელურ მარკეტინგში ერთ-ერთი გარანტია თქვენი წარმატების ხართ, ხოლმე თქვენ არანაირი სპონსორი, არანაირი მედია პარტნიორი არ არის თქვენთვის გარანტი, თქვენ უნდა მოიგონოთ, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ გინდათ და ადრე თუ რა თქმა უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ აქ არის უამრავი მაგალითი, ზოგი 7 წლის მერე გახდა მილიონერი, ზოგი 10 წლის მერე გახდა მილიონერი, ზოგი კიდევ 20 წელია და დღემდე მისი შემოსავალი სულ რაღაც საფრთხოდ რამოდენიმე 1000 ვარც კი აცდება, ამიტომ აქ ყველაფერი ხდება მომავალ შეხვედრამდე.